დღეს ჩემი გადმოსახედიდან და არა მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან თუ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს დავინახავთ რომ ყველა პოლიტიკური გუნდი არის საკმაოდ დაზუსტებული მათ შორის მართველი გუნდიც ქართული ოცნებაც და შეგვიძლია დავინახოთ მათ რიტორიკაში თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში რომ იდეაში ისინი ძახდნენ რომ დავუვაგდებით ტრამპთან მე გამოვიდა განცხადებები რომ ტრამპის deep state-ი ოღონდ ეს იყო მატო შაქარაშვილის პირით გაკეთებული განცხადებები ხო ნუ ჯერ ირაკლი კობახიძე ვერ გაბედავს ამის ხია თქმას რადგან ამიტომ ბრიტანეთს ესხმენ ახლა თავს და პედაგოგი ისინი ხო არიან მუდმივ თავდაცვის რეჟიმში არიან სანქციების ქვეშ აქვთ ძალიან დიდი პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზოგადად ნებისმიერი დონის ლაპარაკის წარმოების დიპლომატიური ხარე ხელისუფლების ფაქტორი არ არსებობს მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში შედგა რამდენიმე შეხვედრა მაინც ძირითადად ამ შეხვედრების შინაარსი არის ასე ვთქვათ მკაცრი ტონით საუბარი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ისინი თხოვენ ზუსტად იმას რასაც ითხოვს საქართველოს საზოგადოება რომელიც შეკრებილია რუსთაველზე რომელიც იყო რუსთაველზე შეკრებილი და დღეს აღარ არის თუმცა ხომ მოთხოვნა რჩება ერთი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ეს იქნება აქტივისტები სამოქალაქო საზოგადოება თუ ნებისმიერი ადამიანი რომ აქამდე მივიდეთ პროცესს რაც შეეხება ცალსახად გასაცოცხლებელი არის პროცესი გვაქვს ამ კუთხითაც პრობლემები რადგან ეს მეხუთე თვე თუ მეექვსე თვე არის უკვე რაც დაიწყო აქციები და არ არის მარტივი 6 თვე მე როგორც ასე ვთქვათ ამ საკითხში მეტნაკლებად გამოცდილი აქტივისტი შემიძლია ამაზე საუბარი მაგალითად გაზაფხულის აქციებზე როდესაც 2 თვე მიმდინარეობდა უწყვეტად პროცესი მართლა არც ერთი დღე არ გამომიტოვებია და ამ 2 თვის შემდეგ ანუ ძალიან რთულია ფიზიკურადაც მენტალურადაც ამიტომ ის ადამიანებისაც არ აქვს ეს გადაწყვეტილება ცხოვრებაში მიღებული რომ პოლიტიკურ გზაზე წავიდეს ან თუნდაც აქტივიზმში წავიდეს ძალიან იღლება და ესეც ბუნებრივი არის ხო ანუ ჩვენ გვჭირდება რამდენიმე რამე ხო პირველ რიგში გვჭირდება ერთგვარი გადატვირთვა რამდენიმე პროცესი ეს იქნება აქციები ეს იქნება პოლიტიკური ფლანგი ყოველთვის საუბრობ ჩვენ იმაზე რომ უნდა გამოსცენ ახალი ადამიანები ახალი პოლიტიკური პარტიები მოძრაობები აქტორები თუ ასე შემდეგ რომელიც შემოიტანს მეტ სიცოცხლეს ამ პროცესში გვჭირდება ერთიანობა არ არის აუცილებელი ეს რომ იყოს რაღაც კოალიციური ტიპის ერთიანობა შეიძლება იყოს უბრალოდ კოორდინაცია კონსოლიდაცია ნებისმიერი სახის აი გულისხმობა ამაში ხო ამ რაღაც ამაზე ვერ თანხმდებიან თითქოს ხშირად ყველა დაგეთანხმება იმაში რომ რაღაც კოორდინაცია საჭიროა და ასე შემდეგ, მაგრამ სხვადასხვანაირი ხედვა არსებობს შინაარსთან დაკავშირებით. ერთიანი პოზიცია ჩემი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითად. აი თუნდაც ახლა საუბარი არის თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელზეც საუბარიც მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით არის სრული უაზრო. რადგან კამპანია როგორც ესეთი წინასაარჩევნო იწყება ხოლმე ზაფხულის შუაში, სადღაც ივლისის შუიდან ბოლომდე და იქამდე არის ძალიან დიდი დრო და მით უმეტეს ამ პროცესში როდესაც ესე ჩქარა ხდება მოვლენათა განვითარება. აქედან გამომდინარე ხო ვფიქრობ რომ ჯერჯერობით აი ესეთ თემებზე პოლიტიკურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ერთმანეთთან დაპირისპირება არის არის პროცესის ხელი შემშლელი და ასევე არის. ანუ ეს არ არის შენთვის საკითხი, რომელიც წყალგამყოფი იქნება და ამიტომ მისი გვერდზე გადადება შესაძლებელი ეს არის ერთ-ერთი ამათგანი. ასევე 31 მარტის აქციაც ხო იყო ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი ჩემი აზრით, რადგან გაჩნდა იქ შიდა დაპირისპირების კერები, გაჩნდა უკმაყოფილება ხალხში, თუნდაც იმით რომ მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა საუბრის უფლება, კი ანუ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც შეიძლება უფრო მეტად მომზადება უკეთესად, ხო და სწორედ ამიტომ აქვს იმის იმედი რომ ეს ახალი აქტორები რომლებსაც არ აქვთ თუნდაც რა ვიცი პირადი უთანხმოება ერთმანეთში არ აქვთ მიუღებლობა ერთმანეთის ამ მოცემულობას გამოასწორებენ და შეცვლიან. ამიტომ ხო ჩვენ გვჭირდება აი თუნდაც პრეზიდენტის გარშემო როდესაც ერთიანდებოდნენ ოპოზიციური პარტიები იქაც ვერ დავინახეთ ხო ეს ერთიანობა და სხვა შორის რამდენიმე დღის წინ ნახე ერთ-ერთი კვლევა რომელშიც ქართული ოცნების ამორჩევლისთვის ყველაზე საშიში სიტყვა იყო ესე გამოყოფილი როგორც კოალიცია და ეს ერთიანობაც მე ვფიქრობ რომ სპეკულაცია შეიძლება იყოს მაგრამ რაღაც მომენტებში შეიძლება იფიქრო რომ ხელოვნურად ხდება ამ ერთიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა რადგან ეხლა ერთადერთი გამოსავალი რეალურად არის ის გასაგები იყო წინასაარჩევნო პროცესში როდესაც ყველა პარტიას ყავს სეგმენტურად დაყოფილი თავის ამორჩეველი და ხო ლოგიკურია რომ მაგალითად გახარიას სამორჩეველი ნაცმოძრაობის სამორჩეველი ხო ერთმანეთთან ვერ გაერთიანდებიან ხო თუმცა ეხლა არ გვაქვს წინ არჩევნები თვითმმართველობის გარდა მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა კიდევ სხვა არის და იმ არჩევნების მნიშვნელობა სხვა იყო მე ვფიქრობ რომ თვითმმართველობის არჩევნები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თუმცა ჯერჯერობით რა პროცესი მიმდინარეობს რუსთაველს ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური აქტორისთვის ასე ვთქვათ პირველი პრიორიტეტი და მე ვერ ხედავ მათგან აი ამ პროცესის აღქმას როგორც ამ პრიორიტეტად